ჩვენ არ ვაპირებთ რაიმე დელიკატესის ან კულინარული შედევრის შექმნას. ეს უბრალოდ რეკომენდაციებია, რომ კარტოფილის კერძის გლიკემიური ინდექსი შემცირდეს. ამ რეკომენდაციებით, რა თქმა უნდა, კარტოფილი დიეტური და დიაბეტიკებისათვის საყოველთაოდ მიღებული ვერ გახდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ერთჯერადი მოხმარებისას ნამდვილად შეამცირებს ჯანმრთელობაზე მავნე გავლენას. სიგარეტის წევის არ იყოს, თუ ვერ ანებებ თავს, უნდა შეამცირო მაინც. ასეა აქაც. ეხლა ასეთი რამ, კარტოფილის გლიკემიური ინდექსი, შემობატონო, არის 50-დან 111-მდე დამოკიდებულია ჯიშზე, მომზადების მეთოდზე და თქვენ წარმოიდგინეთ სუფრაზე მიტანის ტემპერატურაზეც კი. ბევრი ადამიანისათვის ის საყვარელი საჭმელია, რაღაც აგიმალოთ და მეც სიამოვნებით გიახლებით ტრამელთან ერთად. ეხლა მომზადების წესზე როგორ არის გლიკემიური ინდექსი დამოკიდებული? მუნდირში მოხარშულ კარტოფილზე, ან კანიანად მოხარშულ კარტოფილზე 50-დან 65-მდე შედარებით დაბალია, თუმცა მაინც ბევრი ხდება. აი გამომცხვარი კარტოფილი, რომელიც ხარგუმელში გამოცხვა, იქ 85-დან 111-მდე, ანუ კარტოფილის ღვიძლი ყველაზე მეოვნეა. შემდეგ კარტოფილის პიურე 70-დან 90-მდე. კარტოფილი ფრი, ანუ შემწვარი კარტოფილი, გლიკემიური ინდექსი 75-დან 80-მდე მაღალია. მაგრამ საქმე ისაა, რომ ცოტა დაბალია პიურეზე, იმიტომ რომ ზეთში, რომ არის შემწვარი ზეთი, ცოტა ანელებს ნახშირწყლების შეწოვას. შემდეგ კარტოფილის ჩიპსები 55-დან 60-მდე. ესენი თან ზეთშია შემწვარი, თანაც გაცივებული. გაცივება კი სხვათა შორის გლიკემიურ ინდექსს ამცირებს. და ბოლოს, გაცივებული კარტოფილი ეს ლაპარაკია მაცივარში შედებულ და იქ გაგრილებულ კარტოფილზე. 40-50. სახამებელი სხვათა შორის გაცივების შემდეგ მონადებისადმი რეზისტენტული ხდება, რაც გლიკემიურ ინდექსს ამცირებს. აი ეს ფაქტი თუ იცოდით, წითელი ჯიშის კარტოფილს ნაკლები გლიკემიური ინდექსი აქვს. ეხლა, კერძის გლიკემიური ინდექსის შესამცირებლად უნდა ცილოვანი და უჯრედისის შემცველი პროდუქტები დავამატოთ. მაგალითად, ჯერერთი ზეთი, რომელიც ანელებს სახამებლის ათვისებას. ცილის შემცველია მოხარშული ხორცი, კვერცხი, ყველი. შეიძლება მოხარშული მწვანე ბარდადალობის მომარსვლების, მაგრამ ეს არც ისე კარგია, იმიტომ რომ მოხარშულ ბარკოსნებს გლიკემიური ინდექსი 40-50 ისედაც აქვთ. ასე რომ არც მაინც და მაინც კარგი არ არის ბარდა და ლობიო. მათი ხარშვისას უჯრედისი ნაწილობრივ იშლება და მათში არსებული სახამებელი უბრალოდ მისაწვდომი ხდება. კარგია თუ აგრეთვე დავამატებთ ინგრედიენტებს უჯრედისის მაღალი შემცველობით, როგორიცაა კომბოსტოს მწნილი ან მოწარული კომბოსტო, აი თოვნა რომ გააკეთოთ. აგრეთვე ხახვი და მწვანილი, კარგი იქნება ქუნდარი და ბაზილიკი, შეიძლება ცხარე წიწაკა, ჩილი, ჰალაპენიო ემოვნებით. ასე რომ, დასკვნის სახით, თუ კარტოფილის მომზადებისას ნაკლები გლიკემიური ინდექსი გინდათ კერძს ჰქონდეთ, ეცადეთ აირჩიოთ წითელი კარტოფილი, მოხარშოთ კანიანად. გააცივეთ ან საბოლოო მომზადების შემდეგ გააცივეთ. კერძს დავუმატეთ ცხიმი და ცილოვანი პროდუქტები, კვერცხი, ხორცი, ყველი, ბარდა, ლობიო თქვენი გემოვნებით, აგრეთვე კარგი იქნება მოწარული კომბოსტო ან კომბოსტოს მწნილი. ასევე მწვანილი, ეს ყველაფერი მონელების პროცესის გასახმარებლად. ზოგადად სახამებლის შემცველ პროდუქტებში გაცხელება და გაცივება ამცირებს გლიკემიურ ინდექსს, მაგრამ ეს მოვლენა ყველაზე უკეთ კარტოფილში ჩანს პურში გაცილებით ნაკლებად, რომელიც და ეს გლიკემიური ინდექსი შემდეგი გაცხელებისას აღარ იზრდება. ანუ ყოველი გაცხელება გაცივების ციკლი კიდევ უფრო ამცირებს გლიკემიურ ინდექსს, თუმცა უნდა აღნიშნოთ, რომ ამ დროს ვიტამინები იშლება და სასურველია ჭამის წინ ასეთ კერძს ახალი მწვანელი დავუმატოთ.